მოგესალმებით ეთერშია სტასოტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიავა გაგაცნობთ. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ესტონეთის პრეზიდენტ ალარ კარის შეხვდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია სალომე ზურაბიშვილი X-ზე ავრცელებს. შეხვდა ესტონეთის პრეზიდენტ ალარ კარის, რათა განმეხილა რუსეთის ჰიბრიდული ჩარევა საქართველოში, რომლის სამიზნე ჩვენი არჩევნები და დემოკრატია. ხაზი გავუსვი ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გადაუდებელ საჭიროებას, წერს სალომე ზურაბიშვილი. მზია ამაღლობელმა არა მხოლოდ ქვეყანას მთელს მსოფლიოს აჩვენა ძალა სიმართლის სიმტკიცის შეუპოვების საკუთარი სამშობლოსთვის ბრძოლის. ამის შესახებ პარტია გახარია საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ყოფილი პრემიერი ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელ მზია ამაღლობელს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე შიმშილობის შეწყვეტას სთხოვს. მზია ამაღლობელი ამ ბრძოლაში ჩვენს ქვეყანას ჯანმრთელი სჭირდება. ამიტომ მე როგორც მისმა ერთმა რიგითმა თანამოქალაქემ მინდა მას ვთხოვოს შეწყვეტოს შიმშილობა, წერს გახარია სოციალურ ქსელში. საჯარო სამართლის იურიდიული პირის საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაცია 2025 წლის 1 აპრილამდე განხორციელდება. ბიუროს ფუნქციები და უფლებამოსილებები კი მთავრობის ადმინისტრაციას გადაეცემა. საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც 2025 წლის 1 აპრილამდე დარჩენილ დროში საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაციას ითვალისწინებს, პარლამენტში უკვე ინიცირებულია. კანონპროექტის გათვალისწინებით ბიუროს უფლება მონაცვლედ მთავრობის ადმინისტრაცია ჩაითვლება. ბიუროს ლიკვიდაციის მიზნით მთავრობამ სალიკვიდაციო კომისია კანონის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში უნდა შექმნას. პროექტის თანახმად ლიკვიდაციის შედეგად ბიუროდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს მიეცემათ კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტზე ოპოზიციის კვოტით ევროპელი სოციალისტების წარმომადგენელ ილია ინჯიას აირჩევენ. ოპოზიციონერ ვიცე-სპიკერად ილია ინჯია პოლიტიკურმა ჯგუფმა ევროპელი სოციალისტები წარადგინა, რომლის არჩევის საკითხი პარლამენტის მიმდინარე კვირის პლენარული სხდომის დღის წესრიგში ასახულია. მე-11 მოწვევის პარლამენტში ასევე ოპოზიციონერი სპიკერია სოზარ სუბარი. ილია ინჯიას არჩევის შემდეგ პარლამენტის სპიკერატში 6 ვიცე-სპიკერი იქნება. პირველი ვიცე-სპიკერია გიაბოლსკი. უმრავლესობის კვოტით არჩეული ვიცე-სპიკერები არიან ნინო წილოსანი, თია წოლუკიანი, გიორგი კახიანი, ხოლო ოპოზიციას პარლამენტის სპიკერატში სოზარ სუბარი და ილია ინჯია წარმოადგენენ. აღნიშნული პოლიტიკური ჯგუფების წევრები პარლამენტში ოპოზიციის კვოტით განკუთვნილ თანამდებობებს იკავებენ. ივანიშვილის სასტიკი რეჟიმი თავს დაესხა საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას. საქართველო ეშვება კოშმარულ დიქტატურაში, რომელიც სრულ შესაბამისობაშია აშშ-ის მოწინააღმდეგებთან. ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი X-ზე წერს. ჩვენ გვჭირდება დაუყოვნებელი სანქციები და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, წერს უილსონი. ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს აეროპორტში კვერცხები ესწრალეს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 19-21 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. სააგენტოს ცნობით საავტომობილო გზებზე მოსალოდნელია ლიბრინული. 19-21 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი მთაში და მაღალ მთაში ზოგან ნისლი, ქარბუქი და ზვავს საშიშროება. საავტომობილო გზებზე ლიბრინული, ელექტროგადამცე მხაზებზე შემოყინულობა, დიდ თოვლობის ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიბრინულის და ზვავს საშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტი მოძრაობა, აღნიშნულია ინფორმაციაში. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი ესპანეთთან გამარჯვებით დაასრულა. ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ნახევარფინალისა და ფინალის მასპინძლობის უფლებაც მოიპოვა. რა თქმა უნდა, ქართველებმა 2027 წელს გასამართი მსოფლიო თასის საგზურიც მოიპოვეს. პორტუგალოსებმა A ჯგუფის სამივე შეხვედრა შვეიცარიასთან, ნიდერლანდებთან და ესპანეთთან დიდი უპირატესობით ბონუსებით მოიგეს და 15 ქულა დააგროვეს. ესპანეთთან გასვლით მატჩში რამდენიმე საინტერესო და ისტორიული ფაქტი დაფიქსირდა. პორტუგალოსნებს პირველად უკაპიტნა დავით ნინიაშვილმა და ის გუნდის 36 კაპიტანი გახდა. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ შესაძლოა ასობით ათასი ევროპელი ჯარისკაცის გაგზავნა გახდეს საჭირო რუსეთის მხრიდან ახალი აგრესიის თავიდან ასაცილებლად. უკრაინული მედიის ცნობით ამის შესახებ ბუდრისმა გამოცემა დელფის განუცხადა. მისივე თქმით, იმ შემთხვევაშიც კი თუ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები შედგება, კაცრი გადაწყვეტილებების მიღება იქნება საჭირო, რათა მომავალში რუსეთის აგრესია არ განმეორდეს და ამის ერთ-ერთი გარანტი ევროპული ქვეყნებიდან ჯარების გაგზავნაა. ჩვენ ვიცით რა რიცხვებია საჭირო რუსეთის შესაკავებლად. საუბარია 100,000-ობით ჯარისკაცზე, აღნიშნა ბუდრისმა. ამასთან მან მიღწევა უწოდა იმ ფაქტს, რომ ევროპული ქვეყნები საბოლოოდ ამ საკითხს ხმამაღლა განიხილავენ. შესაძლო მშვიდობაზე ან ზავის შესახებ საუბრისას ბუდრისმა აღნიშნა, რომ მას არ სჯერა, რომ რუსეთი შეთანხმებას დაიცავს.
რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიას 18 თებერვლის საღამოდან შაჰედის და სხვა ტიპის 176 დრონით შეუტიეს. 170-მა სამიზნეებს ვერ მიაღწია. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. 9 საათისთვის დადასტურდა შაჰედის და სხვა ტიპის 103 დრონის ჩამოგდება ხარკოვის, სუმის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, კიევის, კიროვოგრადის, ხერსონისა და მიკოლაევის ტერიტორიებზე. აცხადებენ საჰაერო ძალებში. მათივე ინფორმაციით 67 დრონი ლოკალურად დაიკარგა უარყოფითი შედეგების გარეშე. ამასთან უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ მტრის თავდასხმის შედეგად დაზრალდა კიროვოგრადის, ხარკოვის, კიევისა და ჩერკასის ოლქები. დონალდ ტრამპი პრობლემების გადამჭრელია. ამის შესახებ რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელმა კირილ დმიტრიევმა საუდის არაბეთში ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრის დაწყების წინ ჟურნალისტებს განუცხადა. ჩვენ ნამდვილად ვხედავთ, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი გუნდი პრობლემების გადამჭრელი ადამიანები არიან, რომლებაც მთელი რიგი ძლიერი გამოწვევები უკვე მოაგვარეს ძალიან სწრაფად, ეფექტურად და წარმატებით. განაცხადა დმიტრიევმა. რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში იური უშაკოვმა განაცხადა, რომ დმიტრიევმა შესაძლოა უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებისა და აშშ რუსეთის ურთიერთობების მთელი კომპლექსის აღდგენის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციასთან გასამართ მოლაპარაკებებში მონაწილეობა მიიღოს, რათა ეკონომიკური საკითხები განიხილოს. საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებით რამდენიმე ევროპელი ლიდერის პარიზში გამართული შეხვედრის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა. ჩვენ გვსურს ძლიერი და ხანგრძლივი მშვიდობა უკრაინაში. ამის მისაღწევად რუსეთმა აგრესია უნდა დაასრულოს და ამის უკრაინელებისთვის უსაფრთხოების ძლიერი და სანდო გარანტიები უნდა ახლდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს რისკი, რომ ეს ცეცხლის შეწყვეტა მინსკის შეთანხმებების მსგავსად დასრულდეს. ჩვენ ვიმუშავებთ ამაზე ყველა ევროპელთან, ამერიკელთან და უკრაინელთან ერთად. წერს მაკრონის სოციალურ პლატფორმა X-ზე. მისი თქმით, ევროპელებმა უკეთესი, მეტი და ერთობლივი ინვესტიცია უნდა განახორციელონ თავიანთ უსაფრთხოებასა და თავდაცვაში. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.